მოგესალმებით. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, პოლიტიკურ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, ზია ამაღლობელის საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა. ეს არის რიგით მეოთხე საჩივარი, რომელიც რეალურად შეეხება სისხლის სამართლის საქმეს. ეს არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდება პოლიტიკური პატიმრის სახელით, რომელიც კონკრეტულად ეხება სისხლის სამართლის ძირეულ საქმეზე დარღვევებს ყველა ინსტანციის ამოწურვის შემდეგ. საჩივარი ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის დევნასა და მსჯავრდებას და ეფუძნება არგუმენტს, რომ ზია ამაღლობელის მიმართ სამივე ინსტანციაში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. საჩივარში ასევე აღწერილია საქართველოში ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდაციის პარალელურად პოლიტიკური პატიმრების რაოდენობის მზარდი მაჩვენებელი და უფლებრივი კონტექსტი. ეს არის რიგით მეოთხე საჩივარი, რომელიც საიამ ზია ამაღლობელის უფლებების დაცვის მიზნით შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში და ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ ყველა ეს საჩივარი ერთმანეთთან არის ძირეულ კავშირში და ისინი რეალურად წარმოადგენენ იმ რეპრესიული მექანიზმების ილუსტრაციას, რაც ზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა. სტრასბურგში გაგზავნილ მეოთხე საჩივარში დასაბუთებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი დარღვევები. პირველი, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება. ეს არის კონვენციის მე-18 მუხლი, რომელიც დგება ყველაზე მძიმე კონტექსტებთან დაკავშირებით, როდესაც მართლმსაჯულებას არაფერი აქვს საერთო სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან და ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ხელისუფლების ფარულ განზრახვასთან. შესაბამისად არის პოლიტიკურად მოტივირებული. კერძოდ, საჩივარში დასაბუთებულია, რომ ზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ იყო მართლმსაჯულების მიზნით დაწყებული, არამედ წარმოადგენდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. ამ პროცესის მიზანი იყო დამოუკიდებელი ჟურნალისტის დასჯა და საზოგადოების დაშინება განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო. ეს მიზანი დასტურდება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებით, რომლებიც ზია ამაღლობელს უცხოეთის აგენტად მოიხსენიებდნენ და განაჩენამდე მას დამნაშავედ აცხადებდნენ. თუმცა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი არგუმენტი. ამ საქმეში ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოდგენილია მთელი რიგი ის ინდიკატორები, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ასაბუთებს, რატომ არ ჰქონდა ქალბატონ ზიას სამართლიანი სასამართლო, არც პირველ, არც მეორე და არც მესამე ინსტანციაში. კერძოდ, მიუკერძოებელი სასამართლოს არარსებობა. საქმის განხილველმა მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა საქმე მიუკერძოებლად არ განიხილა. წინასწარი პატიმრობის შეფერდების ეტაპზე მან გამოავლინა წინასწარ ჩამოყალიბებული ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც საქმის არსებითი განხილვის დროსაც შენარჩუნდა. ამასთანავე საქმეში არ არსებობს დასაბუთებული განაჩენი. ეროვნულმა სასამართლოებმა არც ერთ ეტაპზე არ შეაფასეს და არ გამოიკურიეს დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. მაშინ, როდესაც უპირობოდ გაითვალისწინეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებები, როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის ზედაპირული და არის დაუსაბუთებელი. სასამართლომ უგულებელყო დაცვის მხარის არგუმენტები, არ შეაფასა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი 19 მნიშვნელოვანი მტკიცებულება და დაიყრდნო მხოლოდ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს. ამასთანავე საქმეში მოხდა დაცვის უფლების ხელყოფა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად შეცვალა სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი ბრალდება ზია ამაღლობელის წინააღმდეგ პირველი ინსტანციის მიერ საქმის განხილვის ბოლო სხდომაზე. კერძოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მხოლოდ 2025 წლის 6 აგვისტოს ორიოდე წუთის ხანგრძლივობის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ზია ამაღლობელისადმი წარდგენილი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლი, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას,
სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და სასჯელის სახედ ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353 მუხლის პირველ ნაწილზე. ისე რომ ამისთვის არც ერთ სხდომაზე ცნობილი არ ყოფილა მხარეებისთვის. საჩივარში ასევე ხაზგასმულია, რომ ამგვარი გადაკვალიფიცირებით ზია ამაღლობელს წაერთვა დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობა, კერძოდ დაეცვა საკუთარი უფლებები ახალი ბრალდების წინააღმდეგ. ამასთანავე ჩვენ საჩივარში დასაბუთებულია, რომ ზია ამაღლობელს დაერქვა უდანაშაულობის პრეზუმფცია. მაღალი თანამდებობის პირების მიერ საჯარო სივრცეში ორგანიზებულად გაკეთებული განცხადებები, რომლითაც მზია ამაღლობელს არაერთხელ უწოდეს დანაშაულის ჩამდენი, არაერთხელ უწოდეს აგენტი, აშკარად არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას და აკალიბებდა საზოგადოებრივ აზრს მის დამნაშავეობასთან დაკავშირებით, განაჩენის გამოტანამდე. ამასთანავე მოცემული განცხადებები მომჩივნის საწინააღმდეგო გავლენას ახდენდა უშუალო სამართალწარმოების პროცესზე. საჩივარში ასევე ხაზგასმულია, რომ პროცესის განმავლობაში მზია ამაღლობელის შუშის გალიაში, ეგრეთ წოდებულ აკვარიუმში მოთავსება, გარშემორტყმული შეიარაღებული დაცვით წარმოადგენდა არა უსაფრთხოების ზომას, არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლის და სტიგმატიზაციის ინსტრუმენტს, რითაც გამატებით იქნა დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმფცია. ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ დარღვევებისა, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეში სამართლებრივი თვალსაზრისით იკვეთება, საია განაგრძობს ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას და აქვე ჩვენი კიდევ ერთი მკაფიო სოლიდარობა მზია ამაღლობელს, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი და რომელსაც უხეშად დაერქვა როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლება, ისე ღირსების უფლება მთელი ამ პროცესების განმავლობაში. მადლობა ყურადღებისთვის.